ჩვენთვის რა არის მთავარი? გავდეთ ქრისტეს და ვიყოთ მისი მობაძავნი, თუ უბრალოდ ჩვენს ადამიანურ ეგოიზმში ჩავიკეტოთ და ამ ადამიანურ ეგოიზმიდან გამომდინარე ვიცხოვროთ ისე, ვინ რაც გაგვიკეთებს იმის სანაცვლო მივაგოთ ხოლმე, ხო? ეს ეგოიზმი, ეს ძალიან მწარესენია, ეს არის საკუთარი თავის გაკერპება. ასევე რომელიც მთელი ძველი აღთქმის ისტორიის მანძილზე გვხდება, როცა ადამიანები და დღესდღეისობითაც, ხო? საკუთარი თავისგან შექმნილი კერპი, ეს არის ყველაზე მწარე კერპი, რომლის დამსხვრევა ძალიან რთულია, რომელიც ღმერთზე წინ დგას მრავალი ადამიანის ცხოვრებაში, საკუთარი თავისგან შექმნილი კერპი. აი, ჩვენ რასაც საუბრობთ, რომ მე მაგალითად ადამიანს თავმოყრები პატივსცემ და ის ვერ ხედავს ამ ჩემ პატივისცემას, ის სანაცვლოს არ მიბრუნებს, პირიქით ღალატით პასუხობს და მე ეს მწყინს, მე ამაზე გული მომდის და ამ ადამიანს ამის გამო ზურგს ვაქცევ, ეს არის რა, რომ მე როგორც პიროვნებამ ვერ დავიტიე ის, რომ ჩემი გაკეთებული საქმე ვერ დაინახეს. ესე იგი, ეს არის კერპი, რომელიც ჩემი თავისგან შევქმენი და მე ვთხოვ სხვა ადამიანს, რომ ამ კერპს ემსახუროს და ამ კერპს დაუნახოს, რა სიკეთეებს უკეთებს მას. ეს არის ჩვეულებრივი კერპი, რომელსაც ჩვენ საკუთარი თავისგან ვძერწავთ. ამიტომაც ჩვენ როდესაც საუბრობთ სიყვარულზე, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, რა გვსურს, როგორი სიყვარული გვსურს. სურს სიყვარული, რომლისგანაც საკუთარი თავის კერპს შევქმნით და ადამიანებს ამ კერპის მსახურებას მოვთხოვთ, პირდაპირ თუ ირიბად, რა თქმა უნდა, პირდაპირ არც ერთი ადამიანი, ხო, იშვიათი ადამიანი ხლა პირდაპირ მოვიდეს და გითხრას, რომ მე პატივი მეცი და მე თაყვანი მეცი, მაგრამ ზუსტად ეს არის ირიბი პატივისცემის მოთხოვნა და ირიბი თაყვანისცემის მოთხოვნა, როდესაც ადამიანს უკეთებ რაღაცას და ის არ გიფასებს და მერე შენ ეს გწყინს. ანუ შენ რადგან გაუკეთე, თვლი რომ იმან უნდა დაგიფასოს, ხო? ანუ შენ თვლი რომ შენ ხარ პიროვნება, რომლის ყველა საქციელი ვიღაცამ უნდა დაინახოს. ანუ ჩვეულებრივი კერპი, რომელიც შექმენი საკუთარი თავისგან ადამიანმა. ამიტომაც აი ეს ორიენტირი სწორი ასარჩევია ხოლმე. მე მინდა გავდე ქრისტეს, თუ მე მინდა შევქმნა საკუთარი თავისგან კერპი, რომელიც სხვა ადამიანების მსახურებით გაძღება.